მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეს მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება თუ როგორ უნდა გავაკეთოთ წიპილი. წიპილი არის ესეთი პატარა მოწყობილობა, რომელიც იდგმება შესაბამის ტარში და ზემოდან ჰაერის ნაკადის მიწოდების შედეგად გამოიცემა ბგერა. ესე იგი, ქართულ ხალხურ საკრავებში წიპილი ჩაიდგმება პირილში, სტვირში და ასევე გუდასტვირსა და ჭიბონში. აი, მაგალითად ეხა ჩავბერავ ამ პირილში. ან ესე ამ პატარა სტვირში, რომელიც ერთიანი ლერწმის ტონისგანაა გაკეთებული. წიპილის გასაკეთებლად იდეალურია ესეთი ლერწმის მასალა. სასურველია იყოს წვრილი, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო სქელი იქნება, მით უფრო მეტი ჰაერის ძალა დაჭირდება და უფრო დაბალი ბგერები ექნება. წიპილის გასაკეთებლად სასურველია გამოიყენოთ ესეთი გასაშლელი სქელი ჯიბის დანა. პრინციპი მარტივია, ნახეთ. ესე იგი, აი ეს არის ერთგვარი ენა, ჰაერის ნაკადი აწვება გვერდულად, ეს იწყებს მოძრაობას, ვიბრირებას და გამოიცემა ბგერა. როგორც ხედავთ, წიპილზე ცალი მხარე ამოვსებულია ბუნებრივი ტიხრით. ესე იგი, ისე უნდა გადავჭრათ ლერწამის ცალი მხარე, რომ ცალმხრივად იყოს შევსებული. აქედან წავაჭრით და აქედან გავაკეთებთ თუ აქედან წავაჭრით, აქედან გავაკეთებთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეს თქვენზეა დამოკიდებული. დავიწყოთ უშუალოდ გადაჭრა. მე პირადად ვიწრო ნაწილს ვირჩევ წიპილის ტანისათვის. შეგვიძლია ესე წრიულად გავკაწროთ, ესე ვთქვათ, ლერწამი. კარგად. და შემდგომ ადვილად გარდატყდება. აი, როგორც ხედავთ, ეს დავაზიანე და აი, გადატყდა ლერწამი ზუსტად იმ ადგილას, სადაც მე ეს ვთქვათ გავკაწრე. ეს ჩასაბერი ნაწილი გავასუფთავე ეგრეთ წოდებული შკურკით და დავიწყოთ უშუალოდ ენის ამოჭრა. ორნაირი ტრადიცია გვხდება ენის ამოჭრის. ერთია აქედან ჩავჭრათ და ესე ამოვწიოთ ენა, მეორეა ესე ჩავჭრათ და ესე ამოვწიოთ ენა. სიმარტივისათვის მე მირჩევნია გავაკეთოთ თავში ჩაჭრა და ქვემოდან ამოვწიოთ ენა. დავიწყოთ. ჯერ ზემოდან ჩავჭრის საპირისპიროდ გავაკეთოთ ესეთი პატარა ჩაჭრა, პატარა ღარივით. ესეთი და ეხლა ზემოდან საპირისპიროდ ჩავაჭრათ ესა და ოდნავ ჩავაღრმავოთ და ამოვწიოთ ენა. ანუ არც ძალიან მოკლე უნდა იყოს ჩაჭრა, არც ძალიან ღრმა. ეხლა ჩავედით ნელ-ნელა და აი ამოვიწია ენა. მაგრამ სამწუხაროდ მოკლე გამომივიდა. არა უშავს თავიდან სადოთ ჩაჭრა. გაითვალისწინეთ, რომ პირველივე ჯერზე შეიძლება არ გამოგივიდეთ. და დამეშალა. წინა სამწუხაროდ ესე გამიფუჭდა, მაგრამ ეგ არაფერი, ყველაზე გამოცდილსაც კი ესაჭიროება რამდენიმე მცდელობა, რომ გააკეთოთ სწორი წიპილი. დავიწყოთ იგივენაირად ჩავჭრათ ერთ საპირისპირო მიმართულებით. სიღრმეში ჩავიდეთ ცოტა. და ეხლა მაგის საპირისპიროდ ჩავჭრათ ესე. და ჩავიდეთ სიღრმეში.
და ამოვწიოთ. აბა, როგორი გამოვიდა? გავასუფთავოთ. 100 ზედმეტები კი ამოვიდა, მაგრამ არ აუშავს. აი, გამოვიდა. ესეთი თავი ამოვწიეთ. ნახოთ ახლა. ეს ნაწილი უნდა იყოს კარგად დრეკადი. ამოვწიოთ ცოტა, მივცეთ ზედა მიმართულება. ესე იგი, ჰაერის ნაკადი ზემოდან ქვემოთ უნდა ჩავიდეს აქეთ და ეს ამოძრაოს. ჩავბიროთ ახლა ამ წიპილში და შევამოწმოთ რამდენად გამოცემს ბგერას. როგორც ხედავთ, ბგერა გამოიცა, ესე იგი ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ესე იგი, ნახეთ, ეს უნდა იყოს დრეკადი. თუ კი გაჭედა, ესე თქვათ და ბგერა არ გამოიცა, მაშინ ცოტა უნდა ესე თქვათ მოღუნოთ კარგად. ასევე თუ კი ეს სქელი არის, შესაძლებელია დანით შეათხელოთ, უფრო მეტად დრეკადი რო იყოს, აი მაგალითად აი ამ წიპილზე შეთხელებული მაქვს. თუ კი ბგერა გამოიცემა, მაშინ დამატებით აღარაფერი აღარ ესაჭიროება. ასევე გაითვალისწინეთ, უნდა იყოს დასველებული, შეგიძლიათ უშუალოდ ჩაბერვამდე ნერწყვით დაასველოთ და ბგერის კონტროლი შესაძლებელია აი ამ ენის სიგრძით. შეგიძლიათ აქ ძაფის შემოახვიოთ მაგალითად და ძაფის შემოხვევის შედეგად ამ ენის მოძრაობა შეიზღუდება და უფრო მაღალი ბგერაც იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და იმედია საინტერესო იყო და თუ კი რამე შეკითხვა გექნებათ, დააკომენტარეთ ვიდეოზე.